აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაიცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ადგილობრივ მთავრობასთან ერთად დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე კოორდინირებულად მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და საჭიროებების მოგვარება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით მოხდება. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები. ზუგდიდში გაგვაჩნია დაახლოებით 42-მდე ჩასახლება დევნილების ერთ-ერთი აგერვი მყოფებით ჩვენ დღეს. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ძალიან ბევრ რაღაცაზე ველაპარაკეთ. ისეთი კაი პროგრამები წარმოგვიდგინეს, რომ ძალიან კმაყოფილებით დავრჩით.